მოკლედ ჩემო პატა და ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა ძალიან საინტერესო სტუმრები წარმოგიდგინოთ. დავიწყოთ იქიდან რომ ისინი არიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ძალიან საინტერესო გაგრძელება აქ ამ ყველაფერს. მხიარული, მოკეიფე, დარდიმანდი ახალგაზრდები და რაც თავარია ჩემო პატა, ისინი არიან კახეთიდან. დანარჩენი ადგილზე გავარკვიოთ. მივესალმოთ ჩვენ სტუმრებს. ამასო. ჩემო ძირფასო კახელებო, ჯიგრებო, კარგებო, უმრავლესობაში ვარ და მაქსიმალურად მინდა რომ ნიკოლოზი იყოს დატვირთული ახლა და სადიპო ეს მოკეიფე დარდიმანდი. ნუ ნელ-ნელა გავარკვევთ ყველაფერს ჩემო პატა პირველ რიგში მოგესალმებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩემო კარგებო. მოკლედ ინტერნეტ სივრციდან კი გიცნობთ კარგად ჩვენი მაყურებელი ასე ვთქვათ რა ინტერნეტ სივრცის, მაგრამ ტელევიზიიდანაც რომ გაგიცნოთ ყველამ, ამიტომ აქ პატიჟეთ. გვარი სალომე ხანიაშვილი, მარიანა ელაშვილი. საიდან ხართ კერძოდ? ჩვენ ვართ ქიზიყიდან, სიღნაღიდან. უბატონო კახელები ყოფილიყო. კი ბატონო, კი ბატონო. აბა იმათ კითხეთ საიდან არიან? ლუკა ვორთლიშვილი. ჩვენს ძვირფასი კახეთიდან ერთ-ერთი გამორჩეული რაიონი გვახასიათებს, ეს არის გურჯაანი. ეგ ცოტა მოშორებით. ასევე გიორგი ჩაფოშვილი. ჩემ გაშოს. გიორგი. გვარი ჩაფოშვილი. თქვენი შემახსენეთ გურჯაანი. ვორთლიშვილი. რა გვარი? ვორთლიშვილი. შეგენაცვალე. გურჯაანი, კარგად ვერ გაიგონა. ვერ გაიგონა, კარგად და საიდან ახართ? გურჯაანელი ვარ, შენი ჭირი. გურჯაანი და ყო. დღე რა მიყვარს? სვათაშორის მაკვაწილს მე ვიცნობ. ერთ-ერთ სტუმრობის დროს კახეთში ვიყავი ჩასული. სხვათაშორის გურჯაანის რაიონი იყო. კი ბატონო და მითხრა, ეხლა რომ შემხვდა ერთი კაი ფრაზა მითხრა, რომ უთხარი რომ სტუმრად როგორ იყო თქვი? სიმღერა მომისმინა და მოეწონა სუფრაზეც ვისხედით რაღაცა, კაი პურის ჭამა დროსტარება მედიოდა ჩვენებურად რო თქვათ და ეხლა მოეწონა ჩემი თავი და ისაო აიო ერთიო უნდა მიგიწვიო ჩემ გადაცემაშიო და და წერა რომ შევხვდი ეხლა უთხარი რომ უნდა მოგეწვიე მეთქი, მაგრამ ვერ მომიწვიე მეც თულ მოვედი მოგასწარე. ისე მე თამოგიყვა ეთო სად მოხდა? სადიპოვეთ ერთმე კლასელები ხარ თუ რომ? აი ფიჩხი ბოგირთან რავი. არა, მართლა ეხა სადღაც ხო იქეიფეთ თუ როგორ? ამან ანაგაში რო გაწელა გარმონი, აგე მე ძველან. ამა ძველანაგაში გაიგო და ეს შევხვდით რა ერთმანეთს. შევიკრიბეთ, ვიქეიფეთ. დალევა გიყვარს? აბა რა, დალევის გარეშე რამე გამოდის? ვინის გარეშე? თქვენც მით. აბა რა, თავისთავად. აი ეს ვერასვავს გატყუით. ვერა. კარგი ახლა ყველაფერი. ჩვენ რო გიყურებთ მართლა ძალიან ისეთი შეარცხი და ეს კი ვერ სვამს. გაასწორა მიწასთან ადამიანი, როგორ შეიძლება ეთერში? ნიკოლოზ დაწურებულია შენზებეთ დალევს აი ეს. უეჭველად. ანუ შენ საერთოდ ვერ ნახავ. ამის თქვა კიდე სუპრასტარ. ბიჭო, კახურგვინოზე იქნებიან მირჩეული. მოდი ხუნობის გარეშე ათგვინა ეხა ამ გადაცემაში ვინხუმრობ სერიოზულად როგორ აღმოაჩინეთ ერთმანეთი რამე ჩამოაყალიბე ანსამბლი მე ხა რასაც სოციალურ ქსელში ნახე ვიდეოები ბევრი ნახვარ სუმაგიდასთან ახალ კაი დოლი კაი გარმონი აუბერავენ იქ ოთაღა შეგვიძლია ხო რა ხო და აქვე ბარე ვისარგებლებ შევთხოვი და ჩემო ტკბილებო ბოდიში რომ მოგწყვიტეთ საყვარელ საქმიანობას
ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები ხარ და აგაგლიჯეთ სუფრიდან და ნამდვილად ეგრე იყო. ეგრე იყო რა. ნამდვილად. აქ არ მოუწევდეთ მაგრამ ახლა სამაგეროდ ბახუს დაბახუსები და არ დავეძებ. და გადაწყვეტე სახში რომ მე უნდა დავუკრა დოლზე. არა, ანუ არსად არ მისწავლია. ქვაბებზე უკრავდი ხოლმე. ხან ვედრევზეც, მაგრამ ქვაბს თუ კაი ხმა ქონდა წკრიალა. მე დავედრას მე უთხრა მე ბიაჩემს რომ წადიო უყიდეო ამბავსო დოლიო და მართა რომ მომიტანეს დაუიჭირე დაუკარი, ანაიათ უკრავ მეც არ ვიცი. იმის მერე ვეღარ შენი. გავაშვები ხელა. ჩემით. თქვენ აკარდინზე უკრავთ? არა, მე ამ შემთხვევაში პირველ ხმას ვაძლევ. აჰა. ანუ მაგრა ერთობით მე როგორც მივხვდი თქვენ. კი ბატონო. კარგია რომ სიმღერით გამოჩდით და არა ისტორიებით სოციალურ ქსელში. თქვენ რატო არ იღებთ ხმას? რა ვიცი, რატო არ ამოვიღებ. ერთ ისტორიას მეც გავიხსენე. აბამი. ახალ ისტორიებზე მივიდა საქმე. ჩვენს პურიჭამაზე ხშირად მოდის ხოლმე და ხშირად ესწრება ერთი ცეთი პატარა ბიჭი ყავ რა, იქ გურჯაანის რაიონში, აქ ექვია სახელი. ვერ დავიჯერებ პაკეტს. ცეთი? აკია, ცეთი აკია. ესენი კარგად იცნობენ და ამ აკიას მქონდა ხელის ტაჭკა, რომელიც რო აი სულ დაათრეოდა და დადიოდა ერთი ხო, ჟანგი ერთი ალთას ეკონდა მეორე ბალთას რაღაცა და იმ ხელის ტაჭკით ბევრი კაი საქმე აქვს რაიონისთვისაც გაკეთებული. ყველას ეხმარებოდა. იქ ქონდა მისატანი, მოსატანი. მაგას დრამე დიდი ზოგი მანქანას რო ვერ გამოიყენებს, ისე ის ხელის ტაჭკას ხმარობდა. ერთი დილაც არის და გამოდის სახელიდან და აღარ არის ეს ხელის ტაჭკა, კაც მოპარეს. აი, დაღუდუდებული არია ესე ოწყენილი ზის რაღაცა და საღამო ხანი მოვიდა და ბირჟაზე მაინც ხონა გავიდეს რომ იმას აქნას აი და ძმაკაც უთხრას რაღაცა რომ გავიდა ძმაკაცზე ეგრევე შეატყეს და ერთ-ერთი მე ბავშვობის მეგობარი ძმაკაცმა უთხრა რომ ბიჭო რა იყო რა მოწყენილი ხარო და რა მოწყენილიო მაგის ზედავატი რომ ეგ ჩემი ხელი ტაჭკა ჟანგიანი ხელი ტაჭკაო მამპარე და წაიღეო ქვეყანაო განვითარებული არისო მერეო და ადევ ეს საპატრულოშიო ვიდეო განაცხადეო იქნებაო რაღაცაო შენცაც კარგი იყოსო იპოვო და ანა ეგრე მიხედა და ჯო ფერი უთხრა თუ სერია ერთი გამაგებინე ვიტკინი ფერი უთხრა თუ სერია კარგია ენას უკიდებს ბავშვო ეს ვის ისტორია ეხლა შესავალი არ გინდა შეგენაცვალე მე გეტყვი შესავალი არ გინდა სუფრაზე ხართ და მე გააკ პირდაპირ ეს სხვა ამბავია რას მელაპარაკებ აი სანამ დალევას დავიწყებდით ღრმა ბავშვობაში მოკლედ ერთი მეგობარი მყავს რა ტამტამზე უკრამს მოიკითხა მაქედან სახელი და გვარი რო გამოაცხადო შეიძლება აღარ ჩამიშვა შიქა სარტჭალა ვეღარ გადმოეცდები ოღუში კიდე მემუქრა მაგრამ მოკლედ ენას უკიდებდა რა ბავშვობაში და მამასთან მივიდა რომ მამიო 20 თეთრი მამეციო და რა სამშვილი რა თქმა 60 კაპიკი და უთვალა 20 კი უნდა ვიყიდო კარგი ერთი ეს დოლი მანდილოსანს გადმოუტანი მე მგონი რომ აუცილებლად აი ყველა ინსტრუმენტი უხდება შემსრულებელს ხო თქვენ მღერით არაფერი ინსტრუმენტზე არ როგორ არა ფანდურზე უკრავ ჩვენი ბატონი გიორგი გარმონზე კი ბატონო დავბრძანდით ესე იგი თვითნასწავლი ხარ დიახ შემოსავლის წყარო არის ხა თქვენსკენი რას რომ დადიხართ იქ თუ როგორ არის არა ყველა ჩვენ ნაცნობი ჩვენ გვირეკავს ყველა ნაცნობი მაშინა ვხდებით ყველა ნაცნობი მაშინა ვართ რა შემოსავალი უნდა იყვე არაფერი არა უკთა კლიენტები იყავს ხო იცი მითხარი ერთი რამე რა როგორ ფლობ ამ ინსტრუმენტს გააქვს შენი ინდივიდუალურად თუ აკეთებ რამე ისეც აი ექსპრომტად გვაჩვენო შეგიძლია რამე დაუკრათ ერთად და ეცი რა მაინტერესებს ხა
რატომ აიდა მაინც დოლი და არა მაგალითად ვიოლინო? არა ვიოლინო. ვიოლინო ახლა ემალის გასრულებზე ძნელია ვიოლინო რა. უკრავ, ფანდურზეც უკრავ, მაგრამ ვიოლინო რაღაცა ძალიან არა ძივის და გესმის. გარმონზეც უკრავ, დიახ. მოსახლე. ფანდურზეც უკრავ. ყველაფერი თქვენ მოქალაქე. დიახ. დიახ. ვიოლინო ემალის გასრულები ძნელია და ეს მოდი ბავშვებო, ეხა მოვისმინოთ ის სიმღერა, რასაც თქვენ თვლით, რომ კარგია, მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები. ასევე მაქვს. ნახეთ თქვენი შესრულება რამდენიმე ვიდეოში და ყველაზე ატაცებული სიმღერა არის, მე მგონი, რომელიც აიტაცა მაყურებელმა, ის ერთი და მთავარი, ხო? ხვალ მივდივარ ალაზანზე. ხო და აბა მადლობა, წარმატებები გურჯანს განსაკუთრებულად, ქიზღის განსაკუთრებულად და აბურთი და მოედანი და გელოდებით. მოკლედ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს მოკეიფებს, დავრტმელებს, მურიშამელებს და უთმოთ ხوار დაგვავიწყდა, რამე ხوار ქვიათ ანსამბლს. როგორ ასობს არა ქვია, მაგრამ წეღან იძახტა უნდა მოვიფიქრო, აბა რა ქვია? მოიფიქრე? რაღაცას რომ ანსამბლი აქა-იქა ხო არ დავირქვათ მე ყველგან ოკეი. ყველგან ოკეი ბო. აქა ვიკრიბებით ხოლმე და კი ბატონო, იყოს ანსამბლი აქა-იქა. ანსამბლი აქა-იქა. და მოკლედ რა არის წეღარ მათამ რო გითხრა ფულს ჯერჯერობით ვერ შეუღლობენ, მაგრამ სამაგიეროდ ფშივრებით არ იქნებით, ამის ძიმები მაგ. არა, გასვლა არ იქნებით. კარგით. გვაჭმევენ. კარგით, მადლობა და აბა გისმენთ.